სანამ დიდ ვლოგს დავამონტაჟებ და ვაგრძელებთ პარიზის მინი დღიურებს. ჩემი უძილობის ამბები გეცოდინებათ უკვე, სანამ დევიდი გაიღვიძებ და წიგნის კითხვა და მუშაობაც კი მოვასწარი. ამსტერდამის მარათონის შემდეგ საერთოდ აღარ აპირებდა სირბილს დევიდი, მაგრამ ძლივს 5 კილომეტრზე დავითანხმე. 10 ვაპირებდი თავიდან, მაგრამ წვიმაში 5-იც კი დიდი მიღწევა იყო. სირბილის შემდეგ დევიდმა კრუასანები დავიმსახურეთო და რა თქმა უნდა გავეშურეთ საცხობისკენ. დღეს მიმყავს ჩემს საყვარელ ულამაზეს იტალიურ რესტორანში სახელად Pink Mama. 2 კვირით ადრე დავჯავშნეთ მაგიდა, მაგრამ მე რა თქმა უნდა ამიდის შეუსაბამოდ მეცვა და გავიყინე. ამიტომ გამოვცხადდით 1 საათით ადრე, რის გამოც ბოლო სართულზე მაგიდა არ იყო თავისუფალი. ან პირველ სართულზე უნდა დაგვაკავებინა ადგილი, ან გარეთ გამეყინა თავი. ისევ ქვედა სართული და შამპანიური ვარჩიეთ. ამ რესტორანში ოდესმე თუ მოხვდებით, იცოდეთ რომ ბურატა და პროშუტო არის სასწაული კომბინაცია. წასვლამდე დევიდი ავიყვანე სახურავის სანახავად და კიო ლამაზიაო, მაგრამ დიდად ვერაფრით გავაკვირვე. აქედანვე წავედით პატარა პალასში მონეს სანახავად. იმაზე ბევრად გადატვირთული დამხვდა მუზეუმი, ვიდრე წარმომედგინა და მახსოვდა. ამიტომ მალევე გამოვიქეცით ისევ შანზელიზეზე და ვიხეტიალეთ მაღაზიებში. ერთ-ერთ ქურთუგზე სანადიროდ შევედი ლულულემონში და რა თქმა უნდა ჩემი ზომა არ ჰქონდათ. სახლის გზაზე ბაგეტები, ყველი, სხვა სასუსნაოები ვიყიდეთ, სანამ მოვიფიქრებდით რა გვეკეთებინა საღამოს. დანარჩენი შემდეგ ვიდეოებში გკოცნით და გეხვევით.